ჰაი, მოგესალმებათ თქვენი პუტკუნა მზისხივი, როგორ ხართ ხალხო, რა შვებით? 3 დღე არ გამოჩენილ ვარ და ცოტა არ იყოს, რა ვიცი, რაღაცა მეუცხოა უკვე ეს გარემო აქ რო ვარ. აბა როგორ ხართ? საშნელი ქარია, ანუ აი ისეთი ამიდია ხალხო, რომ დღეს მე მეგონა რომ ვერასოდეს ვერ მივიდოდი სამსახურამდე. უკვე აღარც სიცოცხლეს მჯეროდა და აღარაფერის ისეთი ამბავი იყო უბრალოდ კაცრავად ყუცამდ ურეკავს. რომ აი ნუ არ ვიცი როგორ ხართ. ეკრანზე კი ვარ მომსკვდარი, მაგრამ ვაიმე დედამჯერი. შტატივი არ მაქვს აქ, შესაბამისად რაღაცა ისე ვართ, რომ მე ხო იცით სულ პრობლემები მაქვს მათ შორის შტატივებზეც. დავლიოთ ერთად ჩავიდეთ რა ჩავალ და გავაკეთებ საქმეს. მოკლედ, გუშინდელი დღე უნდა ყოფილიყო ვლოგის დღე. ნუ აი 3 დღეში ერთხელ ვდებ ხოლმე რა, 2 დღეში ერთხელ ესე მიწევს დადება ვიდეოებს, აი ყოველ დღე იშვიათად უკვე სამწუხაროდ აღარ მცალია მაგისთვის, უკვე დიდი ხანია რომ ყოველ დღე დავდო. თუ შეუძლება არ მაქვს რაღაც. ხო და გუშინ რომ მოვედი და ზოგადად რომ მოვდივარ უკვე ყოველ დღე, გარდა იმისა რომ რაღაცა უნდა გავაკეთო, სადილი ჰოპ და ეგრევე ვჯდები და ერთან ორ საყურეს ან რაღაცა აქსესუარს მაინც ვაკეთებ, ბროშს ან ასე შემდეგ. შესაბამისად მთელი ჩემი დრო წაიღო უკვე ამ საქმემ, რომელზეც ვგიჟდები და ვაფრენ. ოღონდ ეს საქმე ძალიან მიყვარს, რასაც ახლა მე ვაკეთებ. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ვემზადები პირველი კოლექციისათვის, რომ უნდა აიტვირთოს, როცა იქნება Facebook გვერდი, ამით თუ ვიმსჯელებთ, ვჩქარობ ძალიან, ბუნებრივია, რომ ვჩქარობ. სტორებში ვდებ ხოლმე, აი, კატაკუნტად რა, ესე ნახეთ ბნელ ადგილებში რომ ვიღებ, უბრალოდ ისე, ჩემთვის ვდებ ხოლმე, გულს ვიხალისებ. სანამ ესეთ კარგი ფოტოები დაიდება ჩემი აქსესუარების, ხო და ერთი საყურო უკვე გავყიდე. თუმცა შემპირდა და ვთხოვე, რომ ფოტოები ვერ მოვასწარე, ფოტო გადამიღო და ფოტო მჭირდება იმ საყურის. ხო და ერთი სული მაქვს, როდის გამომიგზავნის მოკლედ და ზოგადად სტარტაპის გვერდში დგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, მე იმ ღირებულების თანხაში არ გამიყიდია საყურე, იმიტომ რომ ძალიან ახლობელმა შეიძინა და რა თქმა უნდა, მით უფრო პირველი ადამიანი იყო, ვინც გამოთქვა სურვილი, რომ შეეძინა და ძალიან ვაფასებ მე ამ ჟესტს და ზოგადად როცა ხარ ადამიანი, რომელიც სხვის შრომას რაღაცნაირად გინდა, რომ გვერდში ამოუდგე, ეს ძალიან დიდი და ჩემთვის ძალიან ისეთი ღრმათვისებაა, რომელიც ადამიანებს აქვთ და მე ამ თვისებას ზოგადად ადამიანში ყოველთვის ვაფასებდი და ვაფასებ. რომ ნუ ესე ადგა და შეიძინა და აქედანაც ვუხდი ძალიან დიდ მადლობას. სტარტაპის გვერდში დგომა არის გადარჩენა და არის ის, რომ საომავლოდ იმედს გისახავს, რომ შენი მცირე ბიზნესი რაღაცნაირად განვითარდება და მზის სხივს დაინახავს, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ ბევრს არ აქვს ხო ალბათ ეს თვისება. იმიტომ რომ როგორ არის იცით? ზოგი უფრო ისია ხოლმე რა, რომ აი შეიძლება შენთან არ შეიძინონ და მოეწონოთ, მაგრამ არ შეიძინონ და თუნდაც 20 ლარი, 25 ლარი, 30 ლარი ეცვიროთ, პირობითად გეუბნებით. ნაცნობებს გულისხმობ, ნუ ვინც იციან, ვინ ხარ, ახარას წარმოადგენთ და ასე შემდეგ. და სხვასთან შეუკვეთონ, ანუ სხვასთან შეუკვეთონ თითქმის იდენტური და შესაძლოა ბევრად ზვირადაც. ხო, აი ეს რაღაც ვერ ამოვხსენი ზოგადად
რა არის ფენომენი ქვია ამას, არა მგონი ამ დაბიოქცევებს ფენომენი ერქვას. აი არ ვიცი. რა არის, რა თვისება, რა ქვია საერთოდ ამ თვისებას, მე არ ვიცი. ამ გატეხილ ჭიქას რაც გადავაკუთი, ვინმე მითხარით. ამაში მიყვარს ყავის დალევა ხალხთა მომკალით. ოღონ ასეთი მე კიდე 5. აი ეს მიდა გატეხილი როა. ნუ ეს მათთვის ვინც ახლები ხართ ორი ძველებმა კი იცით რომ ძირთადად ამ გატეხილში ვსვამე ხა დაკვირვებით. ვინც აკვირდებით ხოლმე თვალი ვისაც გქცეთ დაკვირვებული. ხო და აი არ ვიცი რატო არის რომ ეს მომენტი არის რა რომ რაღაცნაირად ხდება ხოლმე რა. არ ვიცი საწყენია, რა თქმა უნდა საწყენია. მაგრამ არა უშავს, კაი რას ვიზავთ. ანუ რა უდაგნა ხო? ხო და ესეთი ამბები მოკლედ. პირველი ჩემი კოლექციის ჩაშვება, ასე ვთქვათ. ეს კი თებერვლის ბოლომდე ვერ მოხერხდება. გაყიდვაში გასვლას რასაც გულს ხო ვერ მოხერხდება. იმიტომ რომ შეფუთვები და რაღაცეები გვჭირდება, სასაჩუქრები და ამისათვის რა თქმა უნდა სტიკერები და რაღაცები. ამისათვის კიდე ცალკე საზრუნავი მაქვს და უნდა აი რაღაცა დავჯდე და მომიცალოსავით, აი ეგეთი ამბავია. რომ არ იყოს რაღაც მიფუჩეჩებული კი არ აკეთებ რაღაცას ქმნი მნიშვნელოვანს ხარჯავ დროს ამდენ ენერგიას და მოდი რა ბარემ ნორმალურად გააკეთე და სხვათა შორის ეს გოგონა ვიზეც ვსაუბრობ ხო ახლა საყურე რომ შეიძინა არის ადამიანი რომელიც ძალიან გულშემატკივრობდა ასევე გვაჩვენე შენ ხმაში რომ ვიყავი როგორც მონაწილე ასევე როგორც მოთამაშე რომ ვიყავი და ასევე ნანუკას შოუში რომ ვიყავი დოდონა მიწოვლი აი ამ სამივე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ამბებში იყო ძალიან ესეთი დადებითად და ძალიან მნიშვნელოვან ჩართული და ძალიან მომხნევებდა და ძალიან უხაროდა და ოღონდ ეს გულწრფელი სიხარული იყო. აი რა არის, იცით, იყვნენ ადამიანები ჩემს ირგვლივ სამწუხარო და ალბათ ეს ჩვეულებრივი ამბავია, არ ვიცი ხო, ალბათ დრო არ რომ რაღაცებს ჩვეულებრივიც დავარქვათ და არ რაღაცა დრამატიზებაში არ გადავიდეთ. ვინც თითქოს გახარებულები იყვნენ, მაგრამ რაღაც ამის მიღმა აი რაღაც ვერ იყო რა აი გახარებასა და გახარებას შორის რაღაცა კედელივით იყო რასაც ძალიან მარტივად ვხედავდი და ხო ნუ რას ვიზამთ არა უშავს სხვა გზა არ არის, მივიღოთ ეს ყველაფერი და მიმღებლობა უნდა გქონდეს რა ასეთივე ადამიანებისთვისაც ძალიან ბევრნაირი ადამიანია ხო და მათ შორის ასეთი ადამიანებიც არიან ვისაც რა მომენტია იცი სულ ფიქრობ ხოლმე რომ აი მეუბნებიან რომ იქნებ იმიტოა რომ აი მათაც უნდათ და აი რაღაცა ვერ ხო მე იცით რამდენი რამ მინდა მაგრამ ვერ ხო მაგრამ ამან არ უნდა შეგიქმნას დისკომფორტი და ამან რაღაცა ანუ დაგძაბოს და ვაიმე დედაში არ უნდა გადახვიდე რა ანუ სხვისი სიხარული გაზიარება თუ არ შეგიძლია არ ვიცი მე მგონი რომ ძალიან რთული ცხოვრება აქ ეგეთ ადამიანს ვისაც სხვისი ბედნიერების გაზიარება არ შეუძლია დავით ჩემი აზრით ძალიან რთულია ვაიმე ხალხო რაც მონეტიზაცია ჩავრთე პირველად მაქვს ასეთი დაბალი გამომუშავება მგონია არასდროს დამეტყო რომ აი 4 დღეში ერთხელ მოვდივარ და ხან 5 დღეში ერთხელ გვერდს დაეტყო აშკარად მომიკევეთ რა ვქნა ასეა ხოლმე ხან მოვდივარ 2 დღეში ერთხელ ხან 3 დღეში ერთხელ ხან 4 დღეში ერთხელ მაგრამ ხო მოვდივარ არა უშავს არ არის ისეთი გამომუშავება როგორც იყო ხოლმე მაგრამ ნუ არა უშავს კიდევ ეს სიტყვა გამოვიყენი მაგრამ ასეა არ მინდა წინასწარ ბევრი რამ გაჩვენოთ გაკეთებული სულ დაახლოებით 5 ნამუშევარია ხო რაღაცა ეგრე
ნუ აქედან ერთი მე-6 ერთი გაიყიდა. ზუსტად არის დაახლოებით 6 და აქედან ერთი გაიყიდა, 2 ჩემთვის არის სახლში. თვისებაგრები გავაკეთე. სატესტოდ ვიყიდე. მეთქი როგორ შეიძლება რომ გავაკეთო თქო რა შეიძლება ამით გავაკეთო თქო. ხო ბევრი რამ შეგიძლია, მაგრამ ზოგადად. რომ აი ესეც იყოს, ანუ მხოლოდ ის კი არა და რაღაც, აი თვისამაგრების მინდა რომ იყოს და მოდი ერთ-ერთს გაჩვენებთ, გუშინ გავაკეთე, რა ვიღარ მგონი 2 იყო საათი. მარიკოსთვის სხვანაირი და ჩემთვის სხვანაირი ჩემთვის სხვანაირი, რადგან ასეთ ფერებში ვიცვამდი ზედას, გადავწყვიტე რომ თვისამაგრე აუცილებლად უნდა მქონოდა ასეთი ფერი და თქვენს წინაშეა ჩემი ძალიან საყვარელი, ერთ წუთი ჩავაბნელო, რომ უფრო კარგად დაიგო, იმედედას უკან გაგთიშეთ მე მგონი. აუ არ ჩანს რა, ამბობ რომ რაღაც ეს ტელეფონი ისე მიშლის, გუნდა გადავაგდო. არ ვიცი, არ ჩანს. დაახლოებით ხო ხვდებით. თურმე არ ვიცი. მოკლედ. ერთი რამ რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ძალიან ლამაზია, მაგრამ დღის შუქი რო არ არის, არა უშავს. როგორც ხედავთ, ხო ხედავთ. მარიკოსის სხვანაირი. ხო, და მის თქმა მინდა რომ მსგავსი აქსესუარებიც იქნება, ანუ თვისამაგრებიც და აბადოკებიც იქნება კრისტალებით გაფორმებული. საყურები იქნება და ბროშები იქნება. ვორქშოპზე ვარ წასასვლელი და დიდი ალბათობით ვფიქრობ, რომ შაბათს წავიდე. შაბათს არის? მოიცით რომ ნასაუქნა. ნახო მერე. შაბათს მაწყობს. რო წავიდე. მასტერ-კლასი მაქვს ერთი დარჩენილი და უნდა მივიდე. ხო და აი მე თვალი მეფხანება. მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ ხალხო. უბედნიერესი ადამიანი ვარ და საკუთარ თავს მინდა ამაში ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. გარდა იმისა, რომ შენმა მშობლებმა რამდენი რამე ჩადეს და ეს ჩადეს და ის ჩადეს და ბევრი და უთვალავი რამ ჩადეს ჩემში. ჩემ თავს რისთვის ვუხდი მადლობას გეტყვით. აქსესუარების კეთება დაახლოებით 8-9 წლის წინ დავიწყე ცოტა სერიოზულად. მანამდე ძალიან ღრმა ბავშვობაში ვაკეთებდი რაღაცებს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ის არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვაკეთებდი, ანუ 8 წლის წინ დავიწყე, სოციალური ქსელი იყო ძალიან ისე არ იყო რა ესე აქტიური. ვერ მოვა ვითავბოლო, არ ვიცოდი რა როგორ უნდა გამეკეთებინა, ასევე გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ტექნიკურად არ ვიყავი ისე გარკვეული ბევრ რაღაცაში, როგორც ახლა რო თვალდახუჭული რაღაცას გავაკეთებ და აი რაშიც ვიცი, ვერ ვიტყვი, ანუ ხო, ვერ ვიტყოდი ახლა გადმოსახედი და რაშიც ახლა ვიტყვი რომ ვიცი. შესაბამისად ავტომატურად გაჩერდა, იმიტომ რომ ნუ ვერ განვავითარე ის გვერდი, ვერ მოკლედ რა ვერ დავუთმე ისეთი დრო და ბევრი ვერ. მაგრამ ჩემში იყო და იყო ეს რა, რომ უნდა გავაკეთო. რაღაც უნდა გავაკეთო. ოღონდ ნახე ვერ ვიგებდი რა იყო ეს რაღაც მინდოდა, აი ალბათ თქვენ გახსოვთ რომ ვამბობდი ხოლმე რომ უნდა გავაკეთო, რა ქვია იმას, უნდა წავიდე ჭხილების იმაზე, ის უნდა ვისწავლო, უნდა ეპოქსით უნდა ვისწავლო, ეს უნდა ვისწავლო, ის უნდა ვისწავლო, მოდებული მიდებული ყველაფერი მინდოდა. ალბათ ეს მინდოდა რეალურად, რასაც ახლაც ვაკეთებ, ახლა ვაკეთებ უბრალოდ სერიოზულად თუ მივუდგებთ ხა ამ თემას. ახლა ვაკეთებ იმას, რაც მე სულ მინდოდა, რომ დამეწყო და ძალიან სერიოზულად დამეწყო და შინაგანად მინდოდა, იმდენად ვერ ვიგებდი რა მინდოდა.
და თურმე ეს მინდოდა და საკუთარ თავს ზუსტად მაგიტო უხდი მადლობას, რომ არ გავჩერდი. ნახეთ, მნიშვნელოვანი რა არის და ეს ძალიან ისეთი ამბავია რა. არ მისცე საკუთარ თავს გაჩერების უფლება. საშუალება არ მისცე, უფლება არ მისცე, რომ ერთ ადგილას იბზრიალოს გაუჩერებლად. ზოგი ადამიანი არის კაცო, რომ სულ არ უნდა ის მრავალფეროვნებები და იქ სადაც არის იმ ერთ ადგილას არის ძალიან ბედნიერი, არის ძალიან ხო ხვდებით. მე სადაც არ უნდა ვიყო იმ ერთ ადგილას, ყოველ და არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნები იმ ერთ ადგილას და რაც უნდა კომფორტის ზონაში ვიყო, პარალელურ რეჟიმში სულ მთხოვს ტვინი რაღაც ახალს. რაღაც ახალს მოვიაზრებ იმაში, როგორც საქსესუარებია. ჩემი საქმიდან ეს კიდე სხვა რამეა, ხო? მთხოვს, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ აი მერე გავადრო, საქსესუარები აღარ მომინდება და მერე სხვა რამ მომინდება. არა. უბრალოდ ერთი საქმე არ არის ჩემთვის. სულ მინდა რომ აი ერთი ორი მაინც ვაკეთო რამე, სამი ვაკეთო რამე. ოღონდ მინდა რომ ხარისხიანი ვაკეთო და არ იყოს ეს რაღაცა მეტნაკლებად ალბათ გამომდის, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ვდებ რა შრომას და ვიცი ხოლმე რომ აი იმ რაღაცაში უნდა იყოს რაღაც კარგი, იმიტომ რომ ვდებ შრომას და ხანდახან არის ხოლმე რომ ვდებ შრომას ამაშვები, მივედები, მოვედები რაღაცა, აუ, მე რაღაცა თვითგვემამაქ რომ გაუმართლებლობა მჭირს, მე რაღაც დეპრესიაში ვარდები ხოლმე რომ აი რატო რის გამო, როცა მე ამდენ შრომობ, ანუ მე საკუთარ თავს ძალიან ვუბრაზდები ხოლმე და ხანდახან ვებუტები საკუთარ თავს, რომ აი არ მინდა რომ გვაცა შეთალაპარაკი, აი რაღაცა საკუთარ თავთან რო გვაქვს ხოლმე დიალოგები, აი შეგრძნება მაქვს რომ არ მინდა რა, აი ხა მინდა რომ აი ჩემთვის ვიყო. ონე ჩემთვის რომ მე ვარ რეალურად აი ჩემთვის რომ ვიყო, ანუ ფიქრიც კი არ მინდა, იმიტომ რომ მე საკუთარ თავს ელაპარაკები და ეგეც არ მინდა ხოლმე რა. მაგრამ ჰოპ უცებ გამოჩნდა მაშინ გვაჩვენე ხმა გვაჩვენე რა თქმა უნდა ნანუკა ჟორჟოლიანი იყო. ძალიან ბევრმა დამიწერა რომ გვაჩვენე ხმის დაგინახა ნანუკამ და არა მეკობრებო. ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის ჩაწერა მოხდა ზაფხულში. თუმცა ეთერში გავიდა საკმაოდ გვიან, ანუ თვეზე მეტი იყო გასული. კი არა და რა თვეზე მეტი, უფრო მეტი. და მანამ აი მაგ შუალედში მოხდა უკვე გვაჩვენე ხმის გადაღება, მაგრამ გვაჩვენე ხმის გადაღების მერე სადღაც 1-2 კვირა მაინც არის შუალედი, ახან ერთი კვირაში უკვე გიშვებენ ეთერში, ხან ორ კვირაში, ანუ ხო ხვდებით ეს ინტერვალი იყო და უბრალოდ იმიტომ დაემთხვა რომ თითქოს გვაჩვენე ხმა ბევრად ადრე იყო, არა. ნანუკა იყო პირველი, ვინც დოდონა დაინახა და ნუ მერე მოყვა. და მერე რა დამემართა, იცით რომ ნახეთ ის დაიწყო და გაოგანებული და გაგიჟებული იყო ბედნიერებისგან და იმან მომცა კიდე ის რომ შენ თავს მე ჩემ თავს ვეუბნები ხოლმე რომ გვაცა შენ თავს არ უნდა გაუბრალდე, შენ ყველაფერს აკეთებ იმისათვის რომ შეინარჩუნო ის რაღაც ბალანსი და გამოგდის. თუ რაღაც ფინანსურად მაღლა ვერ გაგდებს, ეს იმას არნიშნავს, რომ არ გამოგდის, უბრალოდ რაღაცები არის, რაც ვერ ვითარდება ისე, თუნდაც რაღაცა ვარსკვლავზე ვერ დაიბადეს, რომ იძახია, ხო იცით? არ ვიცი მოკლედ რა და როგორ, მაგრამ იმის მერე მაგ ყველაფრის მერე ბევრად სხვანაირად შევხედე კიდე ამ ყველაფერს, რომ არ გემართლებს რაც არა, აღარ. ანუ მაგ ყველაფრისგან უკვე რაღაცა ჩამოხსნილი ვარ რა. აღარ უბრაზდები ჩემთვის დებილობების გამო და რაღაცების გამო, იმიტომ რომ იმდენამის გამო უბრაზდები, მაგრამ ანუ ხო ხვდებით. ხო, გამოგივა. მე ჩემ თავს ვუთხარი, რომ აი მაგ ვორქშოპზე რომ წავედი და 300 ლარი გადავიხადე მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ იყვნენ ადამიანები, ვინც მითხეს, მე 3 დღისთვის გადაიხადე. აი ზუსტად ეს სახე. და
ნახეთ რამდენიც უნდა გადამეხატა ეს განწყობა თვითონ აი მაგისთვის გადაი ან არ არის ეს ხალხო მიზანშეწონილი არ შეიძლება ასე უთხრათ ადამიანს ჩემი აზრით არ არის რა აი როგორ მაგრად ტეხავს უკაცრავად რა აი როცა შეგიძლია რომ აი ესე უთხრა ადამიანს რომ მე მაგისთვის გადაიხადე გოგოს ამ კი მეგობრებო მაგისთვის გადავიხადე უფრო მეცაც გეტყვით მე რომ მქონოდა უფრო მეტი ფინანსები იმ მომენტში ერთი ორ მასტერკლასსაც დავამატებდი მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ერთი მასტერკლასი მაჩუქეს ერთისაც უღრმესი მადლობა და იცამდე ბედნიერი ვარ რომ ვიცი რომ კიდევ ერთხელ უნდა მივიდე და ის დეტალები რაც ახლა ცოტა მეეჭვება ცოტა რაღაც ზუსტად ვიცი რომ მივალ და იმ ყველაფერს ამიხსნის უკვე ვილაპარაკე და სხვათა შორის ძალიან ხშირად ვეკონტაქტები რომ აი ეს როგორ გავაკეთო აი ის რაღაცა გამიჭედა იქ რაღაცა თვალი ვერ ჩავსვი თუ რა სულ კონტაქტზეა და ნახეთ 3 დღიანი მასტერკლასი გაიარე და ადამიანს შეუძლია დღეში 8 ჯერ გიპასუხოს რომ რაღაცა თვალი ვერ ჩასვი და ამაზე აგიხსნას ვოისებით როგორ ჩასვა და რა გააკეთო ხალხო აი სასწაული გოგოა აი ხო არის რომ შეიძლება იყოს ძალიან კარგი ძალიან კარგად აკეთებდეს თავის საქმეს ადამიანი, მაგრამ აი არ იყოს რა, აი რაღაცა რომ აკარია რა. გოგო რომელიც მაგრად აკეთებს თავის საქმეს და გოგო რომ პლუს ანუ ხო მაგრად აკეთებს და ასევე გოგოს რომელსაც შეუძლია იყოს ადამიანი. ხო არის რომ ძალიან მაგარი მსახიობია. აი უმაგრესი, მაგრამ პიროვნულად მე აი ეგეთი ადამიანები ხო არიან და გაგვიგია ხო ან გვითვარ გვინდა ხო გაგვიგია მაინც ან თუნდაც იყოს კაცო აღა იმას მივახტი ნებისმიერი პროფესიის არ აქვს მნიშვნელობა და ამ ადამიანში ხო ორივე რანაირად არის ესე ორივე განვითარებული და ესე ორივენაირად კარგია არ ვიცი ადამიანებს უჭირთო სხვისი შექებაო რაღაცნაირადო და მე ვარ ადამიანი ოღონდ ვინმე მაქებინე დაუჯდებ და მთელი დღე იმაზე ვილაპარაკებ. აი არ ვიცი რატო არის ხოლმე ის რომ უკან ხევს ვიღაცებს რომ შექების ამბავში არ ვიცი ისე მიყვარს ადამიანის ქება ისე მიყვარს ოღონდ უგრძნობ ამას რომ ყველა ჰაერზე არ ვერავის ვერ ავქებ ისე მიყვარს ვიღაცების ქება ადამიანების არ ვიცი გეუბნები არ მომბეზრდება იმ ადამიანის ქება არ მომბეზრდება იმ ადამიანის ქება ვინც ამდენი რამ მასწავლა 3 დღეში და არ მომბეზრდება ასევე იმ ადამიანის და ისეთი ადამიანების ქება პირველმა რომ იყიდა საყურე პირველმა რომელმაც ყველაზე მეტი სტიმული მომცა იმ წამს ვიდეო რომ დაიდო ყველა ანუ არ მომბეზრდება და ამის დანახვა უნდა შეგვეძლოს რა და ყოველთვის როცა თითქოს რაღაცა სიბნელეში ვარ და აი რაღაცა გამოქვაბულში რო ხარ ადამიანი ისე რო ხარ უცებ გაანათებს ხოლმე და ბევრად მაგარი რაღაცები ხდება ჩემ ცხოვრებაში და მარა ნახეთ სულ ვამბობ ხოლმე ერთ რამეს და რაღაცას რომ მივაღწიო ამას მე ვამბობ ძალიან დიდი წლებია უკვე და პირველად არ ვამბობ ვიღაცამ შეიძლება იგივე რაღაც გააკეთოს და აი 3 დღეში ააწყოს ყველაფერი მე რომ რაღაცაში ჰოპ და აი შედგეს ის რაც დავიწყე უნდა ვიცვალო ხალხო სანამ არ მოუკვდები იქამდე ანუ ჯვარი წერი ხო აი რაღაცა ეგრე არის რა არ ვიცი ხოლმე რას ვაკლებ იმ წარმატებას რისკენაც მივილტვი ხოლმე და იმ რაღაცისკენ მაგრამ ფაქტია რომ რაღაც აი დებილობაა თუნდაც Facebook-ის მონეტიზაცია ხალხო დებილობა და რატო დებილობაში გულისხმობ იმას რომ უმარტივესი ჩასართავია ხალხი მონდება აი დავაჭირეთ ჩაერთო და ფული ავიღეთ დავაჭირეთ კი არა თვეებია წვალობ და ვერ გავაკეთე დევს ანგარიშზე თანხა და რომ ავიღო ის ვეღარ გავაკეთეთ ანუ
რაღაცას გვიჭედავს და ვერ გავიგეთ რა უნდა. აი, ყველაფერში დაბრკოლებები მაქვს და ეს იმდენად მძიმე, ემოციურად ძალიან მძიმეა. არ ვიცი ვის როგორ, მაგრამ ჩემთვის არის ძალიან მძიმე რა, ემოციურად ძალიან მანგრევს ეგ ფაქტორი, რომ რა იყო, რა გახდი. ძალიან მანგრევს ეგ ფაქტორი ძალიან. ეს ფერი, ზუსტად ეს ფერია, ნახეთ, აი აქ რო კონციალოს რაღაც. თითქმის ფერებში არის. ხვალ არის ჩემი მეუღლის დაბადების დღე. კი ბატონო. ორივე ვართ თებერვალში დაბადებულები. 14 თებერვალს თქვენი მონამორჩილი ხდება 39 წლის ადამიანი. კიდევ ერთი წელი მემატება. 14 თებერვალი. ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩემი ოჯახისათვის და იმ ადამიანებისათვის, ვისაც უყვარვარ. იმ ადამიანებისათვის. მიხარია რომ დავიბადე, იმიტომ რომ იმდენ აი ამ ყოველთვის ხო ვერ ვნახავდი. ხო, კარგი, ბევრი რაღაცა, რაც არც მითოდა მენახა და გამევლო, რაც ყველა ადამიანს და ისეთები გაუვლეთ მე რა გამივლებს, ნახევარი არ გამივლია. მაგრამ ყველა ჩვენი რაღაც საზომი გვაქვს, ხო, რაღაცა ტკივილები გვაქვს, რაღაცეები, რაღაცა გაუმართლებლობები გვაქვს, რაღაც ემოციები გვაქვს, თან ემოციების მეტი რა მაქვს. თუ შევაჯამებთ ჩემს ცხოვრებას, ჩემ თავს ტარს ვუკრავ. ბევრ რაღაცას არ მოყვები ახლა, მაგრამ ეს ასეთი დაუღალავი შრომის მოყვარეობა ალბათ უფრო დედისგან მაქვს. იმიტომ რომ დედა არის ძალიან მებრძოლი. დედას შეუძლია აი არ ვიცი, მუდმივ ბრძოლაში იყოს, ტონუსში იყოს, ბრძოლაში იყოს რა. და ანუ არ დაიღალება, უნდა იბრძოლოს. აი ეს ვფიქრობ, რომ უფრო დედისგან მაქვს რა, იმიტომ რომ მამა ასეთი მებრძოლი არ არის, აი როგორც დედა, ანუ დედასთან ვერ შევატარებ, აი დედა ძალიან მებრძოლია. ძალიან. ვფიქრობ, რომ მაგაში დედას ვქავ. ყველაფერში ვგავარ მამას, გარეგნობით, რასაც ხედავთ, მამა ჩემის მაქვს ტუჩი, თვალწარბი, თმის ფერი, თმის ღერის სისქესი სითხელეც, ანუ ყველაფერი მამა ჩემის მაქვს. თუმცა მე და დედა ერთმანეთს ძალიან ვგავართ იერით, რა თქმა უნდა, ხო მისი შვილი ვარ და ვგავარ იერით. თუმცა თუ ცალ-ცალკე ავიღებთ, ყველაფერი მამის მაქვს, მაგრამ რო შემომხედავთ, დედას ვგავარ ბევრ რამეში, მაგრამ ნუ მე და მამა ძალიან ვგავართ ერთმანეთს. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ. ის ნამდვილად ზუსტად ვიცი, რომ ცალ-ცალკე ყველაფერი მამის მაქვს, სახეს გულისხმობ. და ბევრი ხასიათებშიც. რა ხასიათების დედაში მოვწოს ის მე არ გამომყვა. რატომღაც. ასევე არ გამომყვა ხატვის ნიჭი. დედაც და მამაც ხატავენ და ძალიან კარგად შეუძლიათ ხატვა, მაგრამ მე ნურას უკაცრად. მე საერთოდ იმაზე ვზივარ, ტყებლის ხეზე ვზივარ და მივირთვე ვატამს, ანუ გონზია რო არ. აი რომ მიტოდეს ტოტი დავხატო, ტოტი, აი კარგი, ტოტი რთულია, ჯოხიც რთულია, რავი ხაზი. იმასაც ვერ სამწუხაროდ, მაგრამ ნუ რას ვიზავთ. ჩემი თავისუფლად როგორ ვიყო ხალხო, ანუ დამოუკიდებლად იმდენი რამე ვისწავლე, აი ხელნაკეთებს გულისხმობ. ჩემ თავისის როგორ ვიყო უკმაყოფილო, ის შრა მაქვს, ხო, რაღაც ნიჭები ხო მაქვს. ამ ვორქშოპმა გოგო ძალიან წამწია წინ და არ იფიქროთ, რომ სამი დღისთვის დაგენანოთ. აი რა არ იფიქროთ. შესაძლოა სულაც არ გინდოდეთ ამ ბიზნესის დაწყება, მაგრამ საკუთარი თავისთვის გაიკეთოთ მილიონაირი რაღაც, კაც რა პრობლემაა, საყურე გინდათ თუ რა გინდათ. ძალიან ბევრია ესე რომ არნაირ ბიზნესს არ აპირებს, მაგრამ საკუთარი თავისთვის მიდის. სასწავლო თერაპიაა სხვათა შორის, რაც ჩემი მოგონილი არ არის ფსიქოლოგებს რო ვკითხოთ, ხელნაკეთი რაღაცების მზადებაში ჩართვა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი
ეტაპი, ხო და განჭირთვისთვის არის იდეალური. ჩემი აზრით. ესეც ასე. ახლა დაგემშვიდობებით. პრინციპში რაც მინდოდა მეთქვა, მეტნაკლებად მაინც გითხარით. 14 ფებრუარს ხო რაღაცებს ხო ვაპირებდი და მინდოდა, მაგრამ მთელი ჩემი რესურსი და ყველაფერი წაიღო ამიტომ გადავწყვიტე, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული რაც არის, იმისთვის გამეღო ყველაფერი რა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი, მაგრამ ყველაფერი რაც შემეძლო რომ გამეღო. მაგრამ 21-ში მივბრძანდები მაინც რესტორანში, ბაბილო Music Hall-ში, ჩვენ თანამშრომლები, ჩვენი ფილიალი. მიდის და მივდივარ კიდე თვალეთ, ამიტომ წინგველის გამზადება, წინგველის რამეზედის ყიდვა, წინაზედის არ იყო რომ მიდევს იქ რამდელარიანი, ასევე როგორც კაზაჩუკები მიდევს რამდელარიანი. ხო და მოკეთ ერთი სული მაქვს რესტორანში ცოტა გავხურდეთ. ძალიან დიდი მადლობა ვინც მიყურებთ, ვინც მითმობთ თქვენ ძალიან ძვირფას დროს. მაპატიეთ რომ ვიკარგები, უბრალოდ ვფიქრობ რომ ასია რა ცხოვრება. სამსახური, მიდი, მოდი, ბავშვი, ოჯახი, როგორც ყველგან. მე არ ვარი YouTube-ით როგორ გითხრათ, შემოფარგლული მხოლოდ და შესაბამისად დიდ დროს ლოგიკურიც არის რომ ვერ დავუთმობ. თუმცა მოვდიოდი ხოლმე თქვენთან ყოველ დღე თუ არა ორ დღეში ერთხელ და ახლა გადაიწია კიდე დღეებმა. მაგრამ რა ვქნა, ვეღარ ვასწრებ ხოლმე რაღაცებს. თუმცა აქედან არ საწასვლას მე არ ვაპირებ, შვენილად ვარ მოწყობილი. უბრალოდ ახლა ეს ეტაპია, რომ ყოველ დღე ვერ მოვდივარ, მაგრამ ხომ მოვდივარ და თქვენ მიყურებთ. ამიტომ ძალიან ძალიან დიდი მადლობა. ხო, ეს ვლოგი საკმაოდ გვიან დაიდება. სულ არ დადება სხვა ჯობია. ნახვამდის 14 ფებრუარს რაღაც საყურის გაკეთება მინდა, არაფერი ჩვეულებრივი რამე მინდა გავიკეთო და რატო გეტყვით, ვორქშოპზე რო ვიყავი, იქ ვთქვი, რომ 14 ფებრუარისთვის მინდა მეთქი, რომ ჩემ თავისთვის რაღაც გავიკეთო თქო და აუცილებლად მინდა რომ გავიკეთო, ხო იმდენაირი მაქვს თავში, რომელი ერთი უნდა გავიკეთო არ ვიცი, მაგრამ რაღაც მინდა მოკეთ რომ გავიკეთო და ასევე არც თქვენთვის არ იქნება ეს ამბავი დაგვიანებული. ახლა მომავალში აუცილებლად მინდა რომ რომელიმე ჩემს გამომწერს გაჩუქოთ ჩემი ხელნაკეთი აქსესუარი, ასე რომ დაელოდეთ რაღაც სიახლეებს. სიყვარულით თქვენი პუტკუნა მზის ხივი